რეჟიმის სასამართლო პოლიტპატიმრების საქმეების განხილვას აგრძელებს. ამ წუთებში იწყება თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული 11 პირის ხდომა. ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშულს, ვალერი თეთრაშულს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშულს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ბრალდებას არც ერთი არ აღიარებს. ამის პარალელურად იწყებს რეჟიმის სასამართლო კიდევ ერთი პოლიტპატიმრის გიორგი ახობაძის საქმის განხილვას. ექიმს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვას ედავებიან, თუმცა დაცვის მხარე ამბობს, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს. ქეთი ნადიბაიძე ადევნებს თვალყურს ხდომებს სასამართლოში. ქეთი ხომ არ დაიწყო პროცესები და თუ გაკეთდა კომენტარები მხარეების მხრიდან. დავიწყებ 12 დემონსტრანტის საქმით. ამ პროცესზე დღეიდან დაიწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი. ეს არის მოწმეების გამოკითხვა. პროკურატურა დღეს მოიყვანს სასამართლოში რამდენიმე მოწმეს, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, იმ პოლიციელებს, რომლებიც ამ საქმეზე არიან დაზარალებულად გამოცხადებული. ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ ჩვენ ბრალდებულების ადვოკატებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებში არც ერთი მათგანი არც ერთ კონკრეტულ ბრალდებულს ხელს არ ადებს. ისინი ვერ ასახელებენ იმ ადამიანებს, ვისგანაც მიიღეს ზიანებები და რის საფუძველზეც ისინი საქმეში უკვე შემდეგ დაზარალებულად გამოაცხადეს. ნახოთ დღეს როგორ ჩაივლის მათი გამოკითხვა, დაადებენ თუ არა რომელიმე ბრალდებულს ხელს, რა გარემოებებზე ისაუბრებენ. მოლოდინი აქვთ ბრალდებულის ოჯახის წევრებსაც და ადვოკატებსაც, რომ ისინი ვერც ერთ ბრალდებულს ვერ ამოიცნობენ, რადგან გამოძიების ეტაპზეც, როგორც გითხარით, ვერც ერთ ბრალდებულს, როგორც დამნაშავეს ისინი ხელს ვერ ადებენ. ეს პროკურატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იწყება, იმიტომ რომ მათ უნდა წარმოადგინონ საკუთარი მოწმეები და ამ მოწმეების საშუალებით დაადასტურონ ის უკანონო მოქმედებები, რომლებსაც ედავებიან სინდისის პატიმრებს. ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, რითი დაიწყებს პროკურატურა, ეს იქნება ექსპერტი, ეს იქნება გამომძიებელი თუ ის პიროვნებები, რომლებსაც დაზარალებულად მოიხსენიებენ ამ პროცესში. არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოვა, ჩვენ ვართ დაცვის მხარე მზად აბსოლუტურად ყველაფრისთვის, იმისთვის რომ თითოეულ მოწმეს დაუსვათ შესაბამისი შეკითხვები, იმისთვის რომ დავადასტუროთ, რომ არანაირი ბრალეული მოქმედება ანდრო ჭიჭინაძეს არ აქვს განხორციელებული, არც ერთი სამართალდამცავი დაზარალებულად მოხსენიებული არ ამბობს, რომ ანდრო ჭიჭინაძემ დააზიანა და მეტიც არა მარტო ანდროს, არც ერთ სინდისის პატიმრს ხელს არ ადებს. ისინი საუბრობენ დაზიანებებზე, რომლებიც მიიღეს რუსთაველის გამზირზე. დღეს ფაქტიურად სასამართლოში ვიხილავთ სრულ მოწმეებს, რომელსაც დაზარალებულის იალიყი დააწებეს მხოლოდ და მხოლოდ. რადგანაც ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ადამიანები დაზიანდნენ არა იმ ბრალდებულების სტატუსის მქონე სინდისის პატიმრების მიერ, არამედ სულ სხვა ადამიანების მიერ, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყვნენ პროვოკატორები, რომელთა მიმართებაშიც ბატონმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ისაუბრა ინტერვიუში, რომ სწორედ სახელმწიფო ხელისუფლებასთან დაკავშირებული ძალები იყვნენ დაკავშირებულები და ახდენდნენ დემონიზებას აქციის და აზიანებდნენ პოლიციის თანამშრომლებს, ხოლო ის პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში, ეს არის სინდისის პატიმრების წინააღმდეგ მიმართული, მხოლოდ და მხოლოდ მათ წინააღმდეგ მოქმედებს სახელმწიფო. არ არსებობს ერთი კონკრეტული მტკიცებულება საქმეში, 13 ტომიან საქმეზეა საუბარი, სადაც დადასტურდებოდა ერთი მტკიცებულებითაც კი, რომ ჩვენი დაცვისქვეშყოფები, სინდისის პატიმრები ახორციელებენ ძალადობას ან რაიმე კონკრეტული შედეგი დადგა მათი მოქმედების შემდგომ. ჯერჯერობით არ ვიცით ვინ არიან ეს კონკრეტული პოლიციელები, რომლებსაც დღეს პროკურატურა მოიტყვანს ხდომაზე გამოსაკითხად, რომელ ეპიზოდებში ფიგურირებენ ეს პოლიციელები, რა სახის დაზიანებებზე ვისაუბრებენ, რის გამოც მათ დაზარალებული სტატუსი მიანიჭეს. დიდი ალბათობით ადვოკატების გარდა მათთან შეკითხვები ექნებათ ბრალდებულებსაც და ხდომათა დარბაზში მოვისმენთ ამ ბრალდებულების შეკითხვებსაც. რამდენიმე საათს გაგრძელდება ეს ხდომა და როგორც გითხარით, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი უკვე ამ საქმის, როდესაც პროკურატურა გადადის მისი მოწმეების გამოკითხვაზე და ეს დაზარალებულად გამოცხადებული პოლიციელები პროკურატურისთვის არიან მთავარი მოწმეები, შეიძლება ითქვას. ცოტა ხნის წინ ბრალდებულების ოჯახის წევრებმა ტელეკომპანია ფორმულას გადამღებ ჯგუფს გადმოგვცეს გლდანის ციხის 67 საკნიდან წერილი. ეს არის გიორგი ტერიშვილის და ანატოლი გიგაურის წერილი, რომლებიც მიმართავენ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, მოქალაქეებს, რომლებიც უკვე მერამდენე დღეა უწყვეტი პროტესტის რეჟიმში არიან და ისინი მადლობას უხდიან ამ ადამიანებს წინ საქართველოს, წინ ევროპისკენ. ასე სრულდება წერილი 67 საკნიდან.